კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. პრინციპში ყველა საკითხი ახალი არის და მე მგონი ამოკითხვაც იმდენად საჭირო შეიძლება არ იყოს. კანონპროექტები, რომლის დაინიციებაზე ჩვენ გუშინ მქონდა საუბარი რიგარეშე სესიისთვის და ასევე საგაზაფხულო სესიის განხილვის სესიისას განვიხილეთ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი, რომელსაც მესამე მოსმენით მივიღებთ და სხვა გადმოყოლილი არის რამდენიმე კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება და ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, როგორც იცით, დღეიდან ამოქმედა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი. პრინციპში ეს ალბათ მნიშვნელოვანი არის, ამაზე განმარტება მოგწეთ. ახალი რეგლამენტი, რომელმაც გამომდინარე პრაქტიკიდან ბევრი საკითხი უფრო დააზუსტა, მოარგო საპარლამენტო საქმიანობის ეფექტიანობას და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იცით, რომ იყო კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისიების ინსტრუმენტის ამოქმედების წახალისება პარლამენტში. იცით, რომ წინა რეგლამენტი ჩვენ მქონდა რეგლამენტით შექმნილი კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი საბჭოები და ამავე დროს კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისია, რომელსაც ასეთი ფუნქციები უნდა იკისროს, პრაქტიკაში გამოყენებული რეალურად თითქმის არ იყო. ამიტომ ამ ცვლილებებით ჩვენ უფრო მოქნილი გავხადეთ დროებითი კომისიის ინსტრუმენტი. შედეგად ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში შევქმნით ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია და ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელია დროებითი კომისია მოწვევის ვადით იყოს შექმნილი. ამიტომ ჩვენ დღეს ამ კომისიას გავუგზავნებთ ვადას ამ მოწვევის ბოლომდე და მთელი მოწვევის განმავლობაში იქნება დაკავებული ბავშვთა და ქალთა საკითხებით. ასევე ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც რეგლამენტში არის გათვალისწინებული და რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის პარლამენტის საქმიანობას. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, აქაც რამდენიმე საკითხი გვაქვს დასამტკიცებელი. კერძოდ დებულება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხვა დებულებებიც არის, ხო ნამდვილად. ანუ თითქმის ყველა კომიტეტი არის ორის გარდა, კერძოდ რომელია კიბატოს სოფლის და საგარეოს ორი კომიტეტი დაგვეწევა და შემდეგ რეგლამენტი გვექნება. ამიტომ გთხოვთ, რომ შესაბამისად რეგლამენტის ცვლილებიდან გამომდინარე კომიტეტების ახალი დებულებებიც დავამტკიცოთ. ეს გახლავთ მაინც ოქმისთვისაც. მესამე საკითხიდან 16 საკითხის ჩათვლით იყო, რასაც უყარეთ კენჭი კომიტეტების დებულებები. რაც შეეხება ორ საკითხს, მე-17 საკითხი გახლავთ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა, კონკურენციის და მომხრეების დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით და ასევე ცნობად ვიღებთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასკვნას აწარმოეს საქართველოში საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით. სხვა საკითხები თუ არ არის, შეგვიძლია გადავიდეთ ცნობათა დარგში.